ღვთისმადლით 1700 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა წმინდა ნინო, მანამდე შემოვიდა ანდრია პირველწოდებული, მაგრამ საბოლოოდ წმინდა ნინოს შემოსვლით ჩვენი ქვეყანა ოფიციალურად გახდა ქრისტიანული ქვეყანა და წმინდა ნინო მოიარა ფეხით მთელი საქართველო. და ჩვენი პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩვენს ქვეყანაში განახლდა ეს ტრადიცია ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ფეხით სიარულს. და 35 წელზე მეტია უკვე რაც მორწმუნეები დადიან მთელ საქართველოში. წელს არის აღინიშნება 1700 წლის თავი საქართველოს გაქრისტიანების. და წელს კიდევ ერთხელ მოეწყობა ეს მოგზაურობა და მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ეს ახლა ჩვეულებრივი ადამიანების ვლელობა, სხვა იყო იესოსი და მოციქულების სვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთის განგებით რაღაცა ძალიან დიდი კავშირი და პარალელები არსებობს და აი ამ სახარების ამ ადგილთან დაკავშირებით, აი ეს პურის თავთავებს ვამტვრევდი. ჩვენ მეც როდესაც მოგზაურობდი ამ მოგზაურობებში და ყველას ვინც იყო მაშინ იქ ახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც მინდა რომ მოგიყვეთ. ეს იყო ახალციხესთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ ნათლობა და წარმოიდგინეთ ესე იგი წირვა, შემდეგ იქ დინარე ახლოს არ იყო იმ სოფელში, ეს არის სოფელი ურაველი და შემდეგ ესე იგი ჩავედით დინარის პირას. შიურებით ან მაინდა-მაინც წინა დღეებშიც მაინდა-მაინც არ ვიყავით დანაყრებული და აი ამ გვიან დამთავრდა ეს ნათლობა, ბევრი ხალხი მოინათლა და რა თქმა უნდა იყო ტრაპეზი გაშლილი წირვის შემდეგ, მაგრამ სანამ იქ ამოვედით, მოკლედ ძალიან მშიოდა და გამოვიარეთ ყანაში, რომელიც უკვე დამწიფებული იყო ეს თავთავები. და ვიღაცას უბრალოდ ვიღაცა მიცოდა, მე მაგალითად არ ვიცოდი რომ ესე მომითავთავის ჭამა შეიძლება და შევესიეთ მოკლედ ამ ყანას, დავიწყეთ ამ თავთავების მტრევა და გავარჩიეთ, დავიწყეთ ღეჭვა ამ მომითავთავების და იქ ატყდა ერთი ამბავი. ვიღაც კაცი გადმოდგა სერზე და დააგვიწყო ყვირილი. რა შვებით, გამინადგურეთ ყანა, რამდენი 20 ადამიანი ნაკლები ვიყავით, შეიძლება ცოტა მეტი, რა უნდა მოგვეტეხა ხა ეს იმდენი ხა, მაგრამ აი ზუსტად გამეორდა სახარების ეს ადგილი.